მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში შევეცდები მოკლედ განვხილო მიზეზები, თუ რატომ ანებებენ ადამიანები პროგრამირების სწავლას თავს. ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო სწავლის დანებების ტოპ 10 მიზეზი. პირველი, მოთმინების ნაკლებობა. ბევრი ფიქრობს, რომ პროგრამირების შესწავლა მარტივი და სწრაფი პროცესია, თუმცა რეალობა სხვაგვარია. ეს ძალიან დიდ დროს და პრაქტიკას მოითხოვს. ხშირად ადამიანებს, თუნდაც სხვადასხვა აკადემიის რეკლამებიდან, სწარი მოლოდინები უჩნდებათ პროგრამირების შესწავლის მიმართ. როგორც წესი, შედეგს რამდენიმე თვეში ელოდებიან, მაგრამ როდესაც რეალობას ეჯახებიან, мотивაციაც მარტივად იკარგება. მეორე, სირთულის შეგრძნება. ხანდახან არის მომენტები, როდესაც მოთმინების ნაკლებობა არაა პრობლემა, მაგრამ პროგრამირების შესწავლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმაოდ დიდი და კომპლექსური სფეროა. როდესაც ნელ-ნელა გამორკვევას ვცდილობთ, საკმაოდ დიდი თავსატეხები ჩნდება, თუ როგორ აითვისებ ამ მასალას. სწორედ ამ დროს, ბევრი ნებდება და გონია, რომ ამას ვერ შეძლებს. არადა არც ისე რთულია, თუ საფუძვლებით დაიწყებთ და დიდ და რთულ პროექტებს არ შეეჭიდებით. მესამე, არარეალური მოლოდინები. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს, რომლებიც პროგრამირების სწავლას გადაწყვეტენ, აქვთ მოლოდინი, რომ დღეში რამდენიმე საათით პროგრამისტები გახდებიან და მალევე ექნებათ მაღალი ხელფასი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მოლოდინების წარმოქმნაში სასწავლო აკადემიების მარკეტინგული ხრიკებიც დიდ გავლენას ახდენს. პროგრამისტად ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი და როდესაც მოლოდინები რეალობას არ ემთხვევა, мотивация მარტივად ქრება. მეოთხე, წარუმატებლობის შიში. პროგრამირების სწავლის პროცესში შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას ზოგი ისე იღებს, თითქოს ეს სფერო მისთვის არაა და გონია ამ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. სწორედ ეს ხდება ზედმეტი თვითკრიტიკის მიზეზი და ადამიანები არწმუნებენ თავს, რომ მათ ეს არ გამოუვათ. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ შეცდომებს ყველაზე გამოცდილი პროგრამისტებიც ათასობით უშვებენ. შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებისას და გააზრებისას სწავლობ პროგრამირებას სიღრმისეულად. თავარია არ დანებდით. მეხუთე, კაფეო მიზნის არ ქონა. არის მომენტები, როდესაც პროგრამირების სწავლა მეგობრის რჩევით გადაწყვეტეთ, მაგრამ არ გაქვთ გააზრებული თუ სად ხედავთ თავს მომავალში. პროგრამირებას უამრავი მიმართულება აქვს, მაგალითად ფრონტენდი, ბექენდი, დევოპსი და კიდევ მრავალი. თავად ეს მიმართულებებიც ასობით შეგვიძლიათ ჩავშალოთ. სანამ ამ სფეროში ფეხი შედგმას გადაწყვეტთ, ჯობს კარგად გაარკვიოთ თუ რა გაინტერესებთ. მოусმინოთ YouTube-ზე, წაიკითხოთ ბლოგები და გამოარკვიოთ, რომელი მიმართულებით განავითაროთ თქვენი კარიერა. როდესაც არ გაქვთ მიზანი, სწავლაც უაზროდ გეჩვენება. მეექვსე, პრაქტიკის ნაკლებობა. საკმაოდ ბევრ სტუდენტს შევხვედრილ ვარ და მათთან საუბარში გამომირკვევია მათი მოლოდინები, რომ როდესაც ვიდეო კურსს გაევლიან და რამდენიმე პროექტს გააკეთებენ, ექნებათ წარმოდგენა, რომ ეს საკმარისია და უკვე სამსახურიც მალევე უნდა დაიწყონ. მხოლოდ ვიდეოების ყურება, წიგნების კითხვა საკმარისი არ არის. თუ ყოველდღიურად არ დაიწყებთ კოდის წერას, ვერ იგრძნობთ, როგორ უნდა გამოიყენოთ განვლილი ვიდეო გაკვეთილის მასალა პრაქტიკაში. მეშვიდე, სხვებთან შედარება. ბევრი დამწყები საკუთარ თავს შედარებას უკეთებს გამოცდილ პროგრამისტებთან და იმედგაცრუებულები რჩებიან, იმით რომ მათ ისეთივე მარტივად არ ესმით კონკრეტული თემა, მაგალითად JavaScript-ში ან ნებისმიერ ენაში, როგორც გამოცდილებს. გახსოვდეთ, სწავლის ტემპი ყველა სხვადასხვა აქვს. არასდროს არ შეადაროთ თქვენი თავის სხვას. დაისახეთ თქვენი მიზანი და მიყევით მანამ, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. მერვე, ინტერესის ნაკლებობა. ზოგიერთი ადამიანი იწყებს პროგრამირების სწავლას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდაშია, ან მაღალი ანაზღაურება მოსწონს, რომელიც მეგობარმა ურჩია. თუმცა თუ რეალურად არ გაინტერესებთ, დიდი შანსია მალე დანებდეთ. მინდა გირჩიოთ, სანამ რაიმე კურსის შეძენას გადაწყვეტთ, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, თუ რა დროის და შრომის რესურსის ჩადებას მოითხოვს ეს პროფესია თქვენგან. იმ შემთხვევაში, თუ მზად იქნებით, დიდი შანსია გამოგივიდეთ. მეცხრე, ცუდი სასწავლო რესურსები. თუ მოძველებულ ან რთულად გასაგებ მასალას იყენებთ, სწავლა უფრო დამღლელი და ნაკლებად საინტერესო ხდება. ეცადეთ მოიძიოთ მეგობრისგან, თუ რომელი კურსის გავლა სჯობს და რატომ. დაპოსტეთ შესაბამის ჯგუფებში, რათა რეალური პიროვნებებისგან გაარკვიოთ ამა თუ იმ კურსის ხარისხი. გახსოვდეთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ითვისებს ახსნილ მასალას. არ ჩაიქნიოთ ხელი თუ რომელიმე კურსის ავტორის ახსნის სტილი თქვენ არ მოგერგებათ. ნახეთ სხვა კურსი, რომელიც თქვენთვის მეტად გასაგები და საინტერესო იქნება. მეათე, მხარდაჭერის არარსებობა. თუ თქვენს გარშემო არ არიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და გაგიზიარებენ თავის გამოცდილებას, სწავლა რთულდება და мотивაციაც იკლებს. ეცადეთ მოძებნოთ ისეთი ჯგუფები, სადაც თქვენაირი დამწყებები არიან, რომლებიც თქვენაირ პრობლემას ყოველდღიურად აწყდებიან. ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ მარტო არ ხართ. შესაბამისად, მეტი შანსია არ გაჩერდეთ და წინსვლა გააგრძელოთ. დასკვნა. ეს იყო ის 10 მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხშირად ანებებენ პროგრამირების სწავლას თავს. გახსოვდეთ, ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. დასახეთ პატარა მიზნები, გადადგით ყოველდღიური ნაბიჯები და არ შეადაროთ საკუთარი თავის ხვეებს. წარმატებას დროთა განმავლობაში მაინც მიაღწევთ. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს და გადახვიდეთ Waldu.com-ზე, სადაც სრულიად უფასოდ შეძლებთ პროგრამირების შესწავლას. დროებით.